მეგობრებო, ესეთი გაშლა უნდა შემოგთავაზოთ ახლა. რა უნდა იცოდეთ ახლა? რა უნდა იცოდეთ ახლა? რას გვეტყვის ტაროს? ტარო თქვენთან დაკავშირებით. მე ხარ თქვენ, რომ გავიგოთ საერთო გაშლა რამდენად გემთხვევათ და რამდენად თქვენი იქნება ეს გაშლა, იმიტომ რომ ყველა გაშლა ყველაზე ვერი მოქმედებს. პირადი გაშლებისთვის მომწერეთ პირადში და მაქსიმალურად შეძლების დაგვარად გაგაცნობთ ფასებს, დეტალებს, ყველა ინფორმაციას, რაც გაინტერესებთ. მე ხარ თქვენ, რა ენერგიებში ხართ ახლა, რომ ვთქვათ ეს გაშლა რამდენად იქნება თქვენ. მე ხარ თქვენ. ოლოდინის რეჟიმში ხართ, გაყურებთ გზას, ვიღაცის ჩამოსვლას, ვიღაცის გამოსვლას, კონტაქტზე, ვიღაცის მოსვლას. სამი ჟეზლით აქ ადამიანი ელოდება ეს გემი როდის შემოვა მის პორტში, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად ჩაკეტილ მდგომარეობაში ხართ. შეიძლება ადამიანთან კონტაქტი არ გაქვთ, არ იცით მის თავს რა ხდება, რაღაცნაირად დისტანციაზე ხართ, ანუ ეს შეიძლება იყოს ტერიტორიული დისტანცია და ამის მოლოდინში ხართ, როდის ჩამოვა, როდის გამოვა კონტაქტზე, როდის ინფორმაციას მოგაწვით მასთან დაკავშირებულს, ან თქვენ ურთიერთობასთან დაკავშირებულს. ეს შეიძლება იყოს მენტალური ჩაკეტილობა ერთმანეთის მიმართ, ანუ არ ქონა ინფორმაციის რა ხდება თქვენ ცხოვრებაში, რა ხდება მის ცხოვრებაში, ანუ ერთგვარად ჩაკეტილი ხართ კომპრომისებზე წასვლისგან, ასეთი სიტუაცია იქნება რაღაც ნაწილისთვის, ერთგვარად ვაკუუმში ხართ, მოდი ესე ვიტყოდი, არანაირი კომპრომისი, არანაირი შეხება, მიმოწერა არა, ინფორმაციის არ ქონა ერთმანეთთან მიმართებაში, ადამიანი შეიძლება ბრძანდებით წარმომადგენელი ცეცხლის სტიქიის, კონკრეტულად შეიძლება ლომის წარმომადგენელი ბრძანდებით, იმიტომ რომ მაღალი არკანი მზე არის ლომის პლანეტა ვიცით, თუმცა აუცილებელი არ არის რომ მზეს წარმოადგენდეთ სხვა ადამიანებისთვისაც იქნება სხვა ნაწილისთვის, ვინც არის ძალიან თბილი, ძალიან მოსიყვარულე, რაღაცნაირად ცოტა მინუსში თუ ვიტყვით, თავისი ეგო აქვს მაღალზე და პრიორიტეტს ამ შემთხვევაში გადაიყვანა მდგომარეობა იმისი, რომ მას რა აწყობს, მას რა უნდა პირველ რიგში თავის კმაყოფილება, საით წაიყვანს, ანუ ყველაფერს აკეთებს და ერთგვარად ეგო ცოტა ამაღლებული აქვს, როგორც იტყვიან, იმისთვის რომ აი მე მაწყობს თუ არა, აი მე ვიქნები ამ ურთიერთობაში კმაყოფილი თუ არა, აი მე ვიქნები აი ამ ურთიერთობაში პრიორიტეტი თუ არა, თუ არ ვიქნები, მაშინ არ მაწყობს ეს ურთიერთობა, მაშინ ჩაკეტილი ვარ ამ დიალოგისგან, კომპრომისისგან, მაშინ არაფერს არ გავაკეთებ, მე ჩემთვის შენთვის, დიდი ნაწილისთვის აქ არის ადამიანი ძალიან მომხიბლელი და მიმზიდველი. ნუ აქ შეიძლება ლომი მერწყულის ერთ ღერძზე იცით რომ არიან ლომი და მერწყული და ეხლა კონკრეტულად 17 ფებრუარის დაბნელება არის მერწყულში პირველ სახში ასტროლოგიას არ ჩავამავდები, მაგრამ აქ დიდი ნაწილი შეიძლება იყოს მერწყული ლომის ღერძზე საუბარი, ანუ პარტნიორულ ურთიერთობას თუ ვიტყვით, სადაც შეიძლება კონკრეტულად მხოლოდ სოციალურ ქსელში აკვირდებით ერთმანეთს და გაქვთ ასე ვთქვათ სოციალური ქსელის წვდომა და ინფორმაციის აქედან მიღება, მაგრამ მიწერ-მოწერა არა, კონტაქტი არა, შეხვედრები არა. თუ შეხვედრები გაქვთ და ასე ვთქვათ ყველაფერი მიმდინარეობს თაფლივით თქვენ ურთიერთობაში, ეს გაშლა პირდაპირ გეუბნებით არ იქნება თქვენზე, აქ არის მარტოობაში ადამიანი, თქვენი პიროვნება, აქ არის ძალიან კარგად განვითარებული ასკეზის და ემოციური ფონის მარტოობის კარტი, აქ არის ადამიანი, რომელსაც შეიძლება მარხვაზეც არის ხოლმე, ან ეხლა წინა მარხვის პერიოდი გვაქვს და ერთგვარად მარხვის დაცვა უნდა, თავის შეცდომების გააზრება უნდა, აღარ უნდა რომ შეეშალოს ცხოვრებაში, პირად ცხოვრებას თუ ვიტყვით განსაკუთრებით პირად ურთიერთობებში, აღარ უნდა რომ დაჯაბნონ, რომ დაჩაგრულის როლში იყოს, რომ ხელგაწვრილის როლში იყოს ურთიერთობებში და ცოტა დისტანცირებულია, ვარსკვლავიც გვიჩვენებს საერთოდ არის ხოლმე შორ დისტანციაზე, ვარსკვლავივით შორს, აი რომ გინდა რომ შეეხო, რომ შეიძლება განსაკუთრებით ბრჭყვიალებთ თქვენი სტორებით, ფოტოებით, რილსებით, ნებისმიერ სოციალურ ქსელს თუ ვიტყვით და ანათებთ განსაკუთრებულად აი ამ ვარსკვლავებს შორის თქვენი ვარსკვლავი. ეს შეიძლება წარმოადგენდეთ კიდევ მეორე მერწყულის ნიშანს, მაგრამ აუცილებელი არ არის ფიზიკურად თუ ვიტყვით ძალიან
მომხიბვლელი ხართ, თქვენი განსაკუთრებული შარმი გაქვთ, თქვენი სტილისტიკა გაქვთ გამორჩეული, აი გამორჩეულად თვალში ხვდებით ადამიანს თქვენი ენერგეტიკით, თქვენი ბრჭყვიალებით, თქვენი სანდომიანობით. შეიძლება აქ ადამიანები იყვნენ, ვინც სამუშაო სფეროს დაკავშირებული გაქვთ ინტერნეტთან და ბლოგები, ვლოგები, სილამაზის სფერო თქვენი სამუშაო რეჟიმია, რაღაცა ბრჭყვიალება, რაღაცა რომანტიზმი, რაღაცა განსაკუთრებული თვალშისაცემი პიროვნება ხართ, იზიდავთ ადამიანებს, ბევრი გამომწერები ყავთ, არ არის გამორიცხული, ვისაც სიამოვნებს თქვენი ხილვა, ტკბებიან თქვენი ფიზიკურობით, თქვენი საუბრის მანერით, თქვენი გაკეთებით, რასაც აკეთებთ და ახორციელებთ და აფიშირებთ სოციუმში, მოკლედ ძალიან ბევრი შეიძლება გამომწერით, აყვანისმცემელი, მიმდევარი ყავთ, ვისაც სჯერათ თქვენი სიტყვისაც, თქვენი ქმედებისაც და ასე ვთქვათ, სიამოვნებით გადევნებიან თვალს. კიდევ ერთხელ ამოდის აქ ადამიანი განსაკუთრებით მარტოობაში, რაღაც პერიოდის განმავლობაში, გათვითცნობიერებული მარტოობის კარტია 3 მაღალი არკანი ზედიზედ მზე, ვარსკვლავი და ბერი, რომელიც მარტოობაში უწევს ახლა პირადი ცხოვრების, ასე ვთქვათ, აღქმა და გავლა რაღაც პერიოდია და ეს არის გააზრებული მარტოობა, ეს არ არის რომ გინდა ვიღაც ყავდეს და არ ყავს, ეს არის დისტანცია გარშემოყოფებისგან, სოციუმისგან, აი კი ბრჭყვიალებთ და კი ანათებთ და კი ძალიან ბევრს შეიძლება სოციუმში მუშაობთ და ჩანხართ, მაგრამ პირად ურთიერთობებში ხართ გააზრებულად დისტანცირებული. არ გინდათ არავის მოშვება, არავისთან გაცნობა, არავის სიახლოვე, უფრო მარტოობაში გრძნობთ სულიერ სიმშვიდეს და კმაყოფილებას, ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ გჭირდებათ ახლა ეს სულიერი კვება არის თქვენთვის ერთგვარი აი ეს შეცდომების გააზრება, რომ წინ აღარ შეგეშალოთ, აი რაღაცა პაუზა გინდათ იყოს თქვენ თავსა და თქვენ ემოციურ სფეროში, რომ კარგად გაიაზროთ რა, სად, როგორ შეგეშალათ, რომ კიდევ იგივეები აღარ დაუშვათ სამომავლოდ. თუ ატყობთ, რომ გაშლა არის თქვენი, მაშინ გავიგოთ თემატიკა ამასობაში გავიხსენე, რა უნდა იცოდეთ ახლა თუ ატყობთ, რომ ენერგია თქვენია, ლაიკები აუცილებლად არ დაგეზაროთ, გააზიარეთ, გამოიწერეთ, დამიკომენტარეთ, რა თემები გინდათ საერთო გაშლათ რო იხილოთ. ჩემი ქმარი, ჩემი შვილი და ჩემი მეზობელი საერთო გაშლათ არ გამოდგება, მეგობრებო. რა უნდა იცოდეთ ახლა? უნდა იცოდეთ ის, რომ თქვენ ხართ ძალიან ღირებული ქალბატონი, ძალიან სტაბილური, ძალიან გაწონასწორებული, ძალიან კარგად უნდა შეისწავლოთ და დააფასოთ საკუთარი თავი, იმიტომ რომ აქ შეიძლება არიან მეუღლეების კარტი იყოს, ანუ დაქორწინებულ მდგომარეობაში ადამიანი იყოთ, გაშლა ორივე სქესისთვის არის, თქვენ თავზე მოერგეთ ხოლმე მამაკაცებმა. ის რომ თქვენ ძალიან ერთგული ხართ ძაღლივით და ასეთი პიროვნებაც გყავთ, შეიძლება იყოს თქვენი ოჯახის წევრი, თქვენი უახლოესი დაქალი, ძმაკაცი, სანდომიანი პარტნიორი, ვიღაცა, ვინც თქვენ ფეხებშია მუდამ და კარგ რჩევას, როგორც მინიმუმ მოგცემთ ხოლმე, ყველა კარგ და ცუდ სიტუაციაში თქვენ გვერდით იქნება და მარტო არ დაგტოვებთ, ასეთი პიროვნება გყავთ. უნდა იცოდეთ, რომ ძალიან ღირებული და ფასიური ბრძანდებით თქვენ თვითონ, ვიდრე თქვენ თავს დღესდღეობით აფასებთ და ის რომ ოჯახი ყავთ ისეთი, ვისაც შეგიძლიათ ენდოთ, კიდევ ვიმეორებ, შეიძლება დაქორწინებულ მდგომარეობაში იმყოფებით და თქვენ მეუღლეზე არის ეს საუბარი, რომ დისტანცირებული ხართ, ან ასე ვთქვათ, შეიძლება არ ხართ დაქორწინებული, მაგრამ ძალიან მყარი და სტაბილური ისეთი სანდომიანი ადამიანი ხართ, ვისაც ყავს ისეთი ოჯახი, ეს შეიძლება იყოს თქვენი შვილები წინა ქორწინებიდან, ვისაც შეგიძლიათ ენდოთ თქვენი მშობლები, და-ძმა, ასე ვთქვათ, ძალიან ახლო გარემოცვა, ოჯახური გარემოცვა, ვისაც შეგიძლიათ დაეყრდნოთ, ენდოთ, რჩევა, კითხოთ, გაიხსნათ მათთან, აი ის რაღაცა კუნჭულში საიდუმლო რაც გაქვთ და იტვირთავთ საკუთარ თავზე აი პრობლემებს, ცოტა უფრო ლაღად იყოთ, იმიტომ რომ ეს ადამიანები მაქსიმალურად დაგეხმარებიან, მაქსიმალურად შვებას იგრძნობთ ამ ადამიანებისგან, ერთგულებას იგრძნობთ და ეს გაამყარებს თქვენ ფსიქოემოციურ ფონს. რაღაცა კონკრეტული ფინანსური კრიზისი შეიძლება გქონდეთ ახლა, ან კრიზისი ადამიანის მონახულებასთან, წარსულ პიროვნებაზე აქვს საუბარი.
წარსულ სიტუაციაზე, რომ აი ფინანსები მაშინ კარგად მქონდა და ეხლა ცუდად მაქვს, ეს სიტუაცია არის გამოსწორებადი 5-იან პენტაკლი. 6-იან პენტაკლით იცვლება ამ შემთხვევაში დახმარების ხელს მიიღებთ თუ ფინანსების გაჭირვება, თუ ადამიანის მონატრება, ეს ადამიანი გამოვა კონტაქტზე სტაბილური, ესეთი დამხმარე ხელით, გვერდზე მდგომი ხელით, ასე რომ მიიღეთ ეს